ჰაი, მოგესალმებით მეგობრებო. ჩემი გაკეთებული ვინეგრეტი, რომელია სწორი ხო არ იცით. მივირთვათ. წინასწარ ბოდიში ვისაც შეგაწუხებთ თხლაფუნი არა, მაგრამ ვიღაცისთვის თხლაფუნია ხო ხდებით. მაგრამ ახლა მცალია იმისათვის, რომ თქვენთან ერთად ვიჭორაო. ხო და მე მოკლედ სხვა გეგმები მაქვს და ცოტა დრო მაქვს, რომ რაღაცნაირად თქვენთან ერთად ეს დრო გავატარო, როგორ ხართ ხალხო, დაშვებით. სიმართლე ვკითხრათ, არც მახსოვს 100 ადრე როდის მივირთვი. ანუ 100 ადრე არ მივირთვი ხოლმე. გუშინ ღამის 12-ზე გავაკეთე. ხო, დღეს რატო ვარ სახლში. მეტროში ვიყავი და ამირეკეს, რომ საბურთალოზე გაზი გაითიშა. კიდე კაი მისული არ ვიყავი. თუ რაღაცა გული დამწყდებოდა ძალიან. ბარემოსული ვარ და ეგეთი ამბავი. მოხარშე, როდის იცი, გულწყალი არ მქონდა. აი წვეთები მოდიოდა, უკვე წყდებოდა, გავრეცხე ყველაფერი, აი ავავსე ძლივს იმწრწლები და მოხარშე ყველაფერს, კარტოფილი ყველაფერი. და მე ღამის 11 იყო რომ მოვიცალი, სანამ დავჭერი, სანამ მოკლედ ყველაფერი ერთად და საბოლოო ჯამში ღამის 12-ზე გავაკეთე. ხაშუს ძალიან გემრიელია. დღეს რაღაცა ბინა გამოჩნდა კიდევ დაბალფასში, ამ ბინაზე უკვე მე ვილაპარაკებ, მეც არ ვიცი. დღეს ელოდებიან რეალურ მყიდველს, ესე რა ვთქვათ, თუ გაყიდიან, თუ არ დავნახავთ მოკლედ. ოღონდ საცხოვრებლად არ გასაქირავებლად, რომ თავი დაფაროს და მე ხელ შევავლებ და გავყიდი, თუ ვიყიდეთ საერთოდ, ანუ ხელ შევავლებ და უფრო მეტად ზურად გავყიდი. ფასი საკმაოდ დაბალია, იტალიური ეზოა. მე არ მეყვარს იტალიური ეზოები. ანუ აი ეს მეტი ქაოსი მღლის არ შემიძლია. და ხშირ შემთხვევაში იტალიურ ეზოებში რა თქმა უნდა ყოველთვის ხმაურია და ყოველთვის ის არის ხო ხდებით რა. თქვათ არის ხოლმე იტალიური ეზოები, აი უფრო იზოლირებული, მაგრამ ეს არ არის ეგეთი ფოტოებზე. საკმაოდ ბევრი ოჯახი ცხოვრობს. მაგრამ იმისათვის რომ კაპიტალი გქონდეს, თავი დაფაროს, იმიტომ რომ ხამდგმურიაო, ის და ზღუდას ვარათო. შიდასაც უპრობლემოდ ქირავდებაო. ანუ მომინდა რომ გააქირავებთ შიდასაცო. ხო და თუ გამოვიდა საქმე, კაი იქნება, იყოს, ანუ მაინც ბანკით უნდა ვიყიდო და არ მაქვს არც ეს თეთრი ხელზე და თუ მომცა ბანკმა არ არის ცუდი იდეა, ანუ მეორე სართულის დაშენების პერსპექტივით. ანუ აქვს რა სივრცე იმის რომ დაშენდეს, ანუ მყარია რა. ესე რომ დღეს თუ არ გაიყიდა, მგონი რომ გაიყიდება, მაგრამ თუ არ გაიყიდა ბოროტი ჯეროქარი ვითვარ დღეს.
იმას ხელზე აქო და ახლა ალბათ იყიბის. დავიცი აწყობს. კომენტმობიც არის შიგნით და თუმცა მაინც აცხოვრებლად უნდა შიბარც აწყობს. დავლიოთ ყავა. ისე მცივა ხალხო, ჯერჯერ მთხრად მოწვით, მაგრამ სქლადაც რომ მეცვა ისე მციო და მე არ ვიცი რა მჭირ ზუსტად, მაგრამ თავმა შემიძლია გითხრათ, რომ საქმე ვერ მაქვს კარგად, იმიტომ რომ ძალიან მცივა. იმედი მაქვს არ ვცივდები. მოკეთ მინდა ერთ თემას შევეხო და ვისაუბრო ცოტა ხნით თქვენთან ერთად. ყველას ჩვენი აზრი გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით აბსოლუტურად და მათ შორის მეც. სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ ვუყურებ ხო ყველაფერს ძალიან აქტუალურია თან, რომ რაღაცნაირად მშობლები ძალიან გადამკვდრები არიან იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ მათი შვილები ატარონ წრეებზე და იმ წრეებზე, რაც თავად უყვარდათ, დადიოდნენ, ან მაგალითად არ დადიოდნენ, მაგრამ უნდოდათ და ვერ ატარეს მშობლებმა და ეს დანაკლისი აქვთ. კიდე მეორე საკითხი არის ის უკვე ჩაბარება. მე ადრე ჩავწერე სხვათა შორის საკმაოდ დიდი ხნის წინ ვიდეო, სადაც ვამბობდი, რომ არ უნდა დააძალო და არ შეიძლება დაძალება, რომ აი უფრო აქტუალური ხომ სამედიცინო. რომ სამედიცინოზე ჩააბარე და twins რო უჭამდნენ ხოლმე, მოკლედ ვთვლი, რომ ძალიან დიდი დანაშაულია შვილის მიმართ, როცა აბსოლუტურად ახვევ თავზე იმას, რაც შენ გინდოდა, ან შედეგი იმათ, რაც გინდოდა, ან ვერ შედეგი, ანუ მოკეთ არ აქვს მნიშვნელობა. რაც შენ ძალიან გინდოდა. საერთოდ ვთვლი, რომ შენი შვილი რეალურად ხო შენი საკუთრება არ არის. საკუთრება და რაღაცა შენი სხეულის ნაწილი და აღიქვამერთია და რეალურად ხო ესე არ არის, რომ მართლა რაღაცა მიწებებული ყავს აქეთ ნაწილს და აქეთ შენ ხარ. ხო ეს შეგრძნებები სხვა არის, მაგრამ ანუ რეალობა ხო სხვა არის. ცალკე ადამიანია, ცალკე პიროვნება, ცალკე ინდივიდია, რომელსაც მერე რაღაცა პერიოდის მერე თითქოს ახვევ თავს შენს რაღაცა უცნებებს, შენს სურვილებს, შენს მიზნებს, რაც მგონია რომ არის ძალიან ცუდი. ძალიან ცუდი. აი ჩემ შემთხვევას გეტყვით, მაგალითად ჩემ შემთხვევაში როგორია. დავდიოდი ცეკვაზე, ნუ ცეკვა ჩემთვის არის არ ვიცი სასწაული. სუხიშვილების სტუდია მაქვს დამთავრებული. მე გამოვედი ცეკვიდან რაღაცა რიგი მიზეზების გამო, ძალიან არეული პერიოდი იყო იმ დროს და მოკლედ. და სკოლაში მოვიდა ჩვენთან რეჟისორი ლაშა გოგნიაშვილი, რომელმაც გითხრა, რომ ჰქონდა სტუდია და ეძებდა გოგონებს და ბიჭებს სტუდიისათვის. ვისაც ჰქონდა ნიჭი და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი რო გაიგო, რა თქმა უნდა, უნდა გავგონო ეგრეთ წოდებული შესარჩევი ტური, ეტაპი. ვიყავი 12 წლის და არ ვიცი რაღაცნაირად ვფიქრობ ხოლმე, რომ ბედი იყო, თუ რა იყო, არ ვიცი და მივედი დედასთან და ვუთხარი, რომ დედა თქო ასე და ასეა თქო და წამიყვანე მეთქი ამ სტუდიაში. მახოს რომ დედას ძალიან გაუხარდა. და მოკლედ წავედი და მის მერე ვდგავარ სცენაზე. და ჩემ შემთხვევაში იყო ეგრე, რომ მე მითხრა დედამ, რომ მე მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ სამსახიობოზე მესწავლა, მაგრამ ამის უფლება არ მომცა მამამ. თქვენ იცით, ეხლა ჯერ მე რო ჩავაბარე, მაშინ აღიქვამდნენ ზოგადად მსახიობებს უკაცრავად და ბოზებად და ეხლა
დედა ჩემი იყო 17 წელს, ხო ხვდებით რა იყო და პაპა მით უმეტეს ძალიან ისეთ სოლიდურ სამსახურებში და რაღაცა და ხა მსახიობის შვილი მისთვის იყო რაღაცა შოკი. ამიტომ მისი ოცნება, ასე ვთქვათ, დარჩა ოცნებად. და ეს მე გავიგე, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ სცენაზე დიდხანს იდგეო და ნუ მე მოვაყოლა, რომ იცი, მე ეს მინდოდა, ძალიან მინდოდა და მინდოდა და მინდოდა. და აი ჩემ შემთხვევაში ეს ყველაფერი დაემთხვა და გააღრმავა, უფრო მეტად სიხარულით გააღრმავა ის, რაც რეალურად აღმოჩნდა, რომ ნიჭი მქონდა. ეს არის სხვა რამ. მაგრამ როცა დაარბენინებენ შვილებს პირობითად ცეკვაზე, იმიტომ რომ თავად უნდათ ეცეკვათ, თუ ცეკვავდნენ, თუ ოცნება ჰქონდათ თუ რაღაც და ამ ბავშვს არ აქვს კაცო ეს მონაცემები ყველა ვერ იცეკვავს, ყველა მით უფრო ვერ იმღერებს. სიმღერა კიდე სხვა რამე, ანუ საერთოდ თუ არ გაქვს არაფერი არასმენა არახმა ვერ ისწავლი, ანუ ესე რომ ისწავლო და რაც ჰაი კლასის დონეს შეეჭიდო ნაკლებად, ხო? და ყავთ კაცო სიმღერაზე, ზოგს ფიგურულ სრიალზე, ზოგს მე აძალებენ რომ არა აქ ჩააბარე და აქ ჩააბარე. ძალიან არ მომწონს. ძალიან, იმიტომ რომ როგორც მაგალითად მე მქონდა გადაწყვეტილი ჯერ კიდევ სტუდიაში დავდიოდი თეატრალურ სტუდიაში, აი სადაც ამიყვანა გოგნიაშვილმა, ლაშა რო ვახსენე, მაშინ მე მქონდა გადაწყვეტილი რომ მე იქ უნდა დავრჩენილიყავი სამუდამოდ, ანუ სცენაზე. შესაბამისად, ჩემ შემთხვევაში არც ის ყოფილა, რომ ვაი რა ვქნასა ჩავაბარო, ან რაღაცა შეხლა შემოხლა ოჯახური, რომ არა იქ არ ჩააბარო თუ არა აქ არ ჩააბარო, მსგავსი ჩემს ოჯახში არ ყოფილა არაფერი. ჩემს გადაწყვეტილებას აბსოლუტურად ყველა დაეთანხმა, სცეს პატივი და შემიწყეს ხელი. ამ გადმოსახედით ნეტა არ შეეწყოთ. თუმცა რო არ შეეწყოთ, ალბათ ჩემთვის უდიდესი ტრანვა იქნებოდა, ტრამპა. ნახეთ, კიდევ შეცდომა დავუშვი. მაგრამ ხო ხედავთ მივხვდი და გამოვასწრო. იქნებოდა, მაგრამ საერთოდ ჩაწოლილია. ეს ამბავი ჩაწოლილია. სცენა, ფილმები, თეატრი ჩაწოლილია. ამიტომ ამ გადმოსახედით ვფიქრობ, რომ მართლა არ შეეწყოთ. მაგრამ ხო ხვდებით ამით გამანადგურებდნენ კი არა, აი, რა ვიცი. მაგრამ არ მომწონს რა ეს, რომ უნდა ურჩიო. ნახეთ, რას ვეთანხმები მე, უნდა ურჩიო. აი ხა ჩემი მარიამი მაგალითად სურაზე მინდა ვატარო, იმიტომ რომ ცოტა ტანი ოდნავ აიყაროს, თუ შვილის რა ვიცი ხა ეს სურვა, რომც არ აიყაროს კაცო ჩამცელობისთვის არის ძალიან კარგი. აუცილებლად მინდა იცოდეს ცეკვა ქართული და ფიქრობ, რომ ძალიან კარგია, რომ იცოდეს ზოგადად ადამიანმა ცეკვა და რაღაც ბეცივით არ იყურებოდეს. აქეთ-იქით, იმიტომ რომ სულ ვიძახი ხოლმე, რომ მე რა რთულია, რომ ადამიანმა არ იცის აჭარული, ის არ იცის, ეს არ იცის, ძალიან რთულია და აი მე რო ვიცი, იმდენად მიხარია ხოლმე ყველა რაღაცა შეკრებაზე წასვლა და იმ ხელას სიამოვნებას ვიღებ მე ჩემი ცეკვით და ისეთი განცდები მაქვს, რომ მინდა რომ ამ განცდებს გრძნობდეს ჩემი შვილი. თუმცა თუ შევატყვე, რომ მარიამს რადიკალურად არ უნდა, თუ შევატყვე, რომ აბსოლუტურად სხვაგან არის მარიამი, რა თქმა უნდა დაასრულებს მალევე აუცილებლად. ასევე მინდა სპორტულ ცეკვებზეც მიყვანა, თუმცა ანუ ესე ყველაფერს ვერ მიედები და მოედები. ნუ მე ვიცი გააჩნია ბავშვს რა მონაცემები ექნება მარიამს ხა მისი მონაცემები ნამდვილად დამიჯერეთ არ ამერევა არაფერში და შეუმჩნეველი ჩემთვის არ დარჩება. თუმცა თუ შევატყე რომ უფრო სხვა ხრივ აქვს მიდრკილების საგნებისად მithუნდაც აი მათემატიკა და ასე შემდეგ უკვე იმ ამბავს მივაწვევით მე ხო აი ნუ გააჩნია რა მე მინდა რომ მარიამში რასაც დავინახავ, რაც დედამ ჩემში დაინახა და გააღრმავა, მინდა რომ მარიამში რასაც დავინახავ, მე ამას ჩავეჭიდოთ რაღაცნაირად და არა ის რომ დაუშვათ მე მინდა ბალეტი მინდოდა და არა შენ გინდა თუ რა ბალეტი უნდა იცეკო და იარო და იტანჯო, იმიტომ რომ მე მინდოდა ძალიან ბევრი მინახავს რომ არ უნდათ რაღაცეები, მაგრამ ნახე შობლებს უნდათ, იმას უნდა, ამას უნდა და
ხო რაცა ხატრს ვერ უტეხავენ თუ რაღაცა სისულელები მოკლედ არ მინდა ჩვენ ერთი რაღაცნაირად უნდა გავიაზროთ ზოგადად მშობლებმა ალბათ რომ რაც ზოგადად ხშირ შემთხვევაში ცოტა უჭირთ ხოლმე რომ ნახე შენი შვილია მაგრამ ის არ არის შენი მარიონეტი შენ იმას ესე ჰოპ ვერ აბზრიალებ მას აქვს თავისი ოცნებები თავისი გეგმები თავისი სურვილები შესაძლოა პატარა ასაკში მივეხმაროთ და ეს ბუნებრივია აბსოლუტური ნორმაა მაგრამ ეს იმას ანიშნავს რომ მთელი ცხოვრება ჩვენ რაც გვინდოდა ან გვინდა ის ვაკეთებინოთ ეგრე არ არის მე ვთვლი რომ უნდა ვცეთ პატივი რაღაცნაირად ჩვენი შვილის ოცნებებს რაღაცა სურვილებს მიზნებს გამბედაობას გაუბედაობას და ყველანაირად დავუდგეთ გვერდში ხო და მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და ყოველთვის ნებისმიერ დროს შესაძლოა გავიდეს წლები და შენ ეს ვიდეო ნახო ხო და აქედან გეუბნები რომ ნებისმიერი პროფესია შენაც არ უნდა აერჩიო თვალ დახუჭული გამოყვები ოღონდ ეს ძალიან უნდა გინდოდეს მოკლედ დღეს ბარემ ერთ თემას კიდე შევეხები ანუ იმ ნოტების მერე ნამდვილად არ მინდოდა ეს თემა მაგრამ ბარემ აი აქვე ვარ და მოდი ერთი თემა უცებ გავიაროთ რამდენიმე რაღაცა წინადადებაში დაახლოებით პრინციპში ყველა წინადადებას გადავწყვეტ იმდენი თქვი ახლა იმ რაღაცა 30 წამში ხალხო რატო არ იფიცებს სამსახურიდან ნუღადამიწერთ რა აი მართლა ყელში ამოვიდა ეს თქვენი ტექსტები თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენად გამაღიზიანებელია ჩემთვის შენ რატო არ იფიცები ბოდიში ახლა რა უკაცრავად რა ვიცი ფინანსებს ალბათ მე თქვენ ჩამერიცხავთ რომ ჩემი შვილი ვარჩინოთ შიმშილით არ დავიხოცოთ ოჯახი და ასე შემდეგ. ანუ რა სიტყვოთ ხალხო გამაგებინეთ რა. სად უნდა გავიფიცო? აი იმიტომ რომ მე ჩემი პოზიცია მქონდეს, ამაში არ მჭირდება გაფიცვა. ჯერ ერთი. მერე მეორე, ვიფიცებით სხედვართ სახში, რას ვშვრებით? ნუ აქციას დავდივართ გასაგები. რას ვშვრებით? მაინტერესებს. დაუშვათ გავიფიცე, ვინ მარჩენს? ასე პირდაპირ გეკითხებით. არ მინდა მიკიბულ მოკიბული საუბარი, არც ისეთი, არც მოფერებითი, პირდაპირ ვკითხულობ. ვინ მარჩენს? ნახეთ რა მარტივი კითხვაა. ეს პირზე რომ გაკერიათ, რატო არ იფიცები? ბარემ ისიც მითხარით ვინ მარჩენს, იმიტომ მე ხო არ ვიცი ვინ უნდა მარჩინოს. ვინ უნდა არჩინოს ჩემი შვილი, ვინ უნდა გადაიხადოს ბანკის დავალიანებები, ვინ უნდა გადაიხადოს გადასახადები, ანუ რა სიტყვობთ? ბოდიში ვერ ამოვწყდები ძირფესვიან მშიერი ჩემი ოჯახიანად, იმიტომ რომ თქვენი რაღაცა რატო არ იფიცები ტერმინად რო გაქვთ და მოდად ქცეული ზოგიერთებს ეგ ფრაზები დაგიკმაყოფილოთ. ჩემი პოზიციის გამოხატვაში არ მჭირდება გაფიცვა. ძალიან მარტივად ვსაუბრობ. ძალიან. ვერზანაირ სამსახურდა ვერ წამოვალ, იმიტომ რომ მე ჰაერევით მჭირდება სამსახური. მე ვფიქრობ გასაგება დავხსენი და ტვინის წაღება უკვე როგორ აღარ გრცხვენიათ მე არ ვიცი. იმიტომ რომ მილიონჯერ ვთქვი რომ მე ვერ წამოვალ სამსახურიდან. და რატომ უნდა ავხსნა ყველა დეტალი, ანუ ვერ ვხვდები, რატომ უნდა ავხსნა ყველა დეტალი. მე ხომ უკვე გითხარით რომ მე ვერ წამოვალ სამსახურიდან. ამიტომ. და საერთოდ რა თქვენი საქმე მე წამოვალ სამსახურიდან თუ არა, რატო არ ვიფიცები, ეგრა სოლიდარობა, ანუ ვინ გკითხავთ ხალხო? აი თქვენ, ვისაც მოდად გაქვთ ქცეული აქციაზე დგომა, აი ეგეთები მიწერთ ზუსტად. მე ჩემი პოზიცია იცი რამდენჯერ გამოვხატე? იცი რამდენი ვიდეო ჩავწერე TikTok-ისათვის, იმისათვის, ამისათვის და ასე შემდეგ. მე ჩემი სოლიდარობა უკვე გამოხატული მაქვს და ყველა ჩემი დოდონას ვიდეოში ვაკურხებ ჩემ სოლიდარობას. და მაინც ასეც რომ არ იყოს, არავის არ აქვს უფლება მიუთითოს, გალანძღოს, ჩაქოლოს, დაწყევლოს, აგინოს ადამიანს, რომელსაც აქვს სხვა პოზიცია. და ადამიანები, რომლებსაც
გააქვთ კაცო ეს პოზიცია, გეუბნებით რომ მეც ეგ პოზიცია მაქვს. მეც რაღაცები ამომივიდა ყელში. მეც რაღაცები აღარ მინდა და კიდე მე მლაძღავთ. სულად ხო არ ხართ ხალხო. ვერ გავიგე. კარგად იყავით რა. აი ეგეთი ხალხი კარგად იყავით და ჩემებო, დიდი მადლობა რომ იყურებთ დროებით. არ ვიცი ხალხო, თუ თხოვდე ხო, სამი გუმოდ ადგილ ჩემი. მე თუ აღარ ჯვარი წერია. ახლა ნახეთ. დიდი წავა, წყალი მოვა, წყალი წავა, გაზი მოვა, გაზი მოვა, всё. დასუფთავება არ მოდის. მერე შეიძლება ჯართმაც არ გამოიაროს, ამოასხას კაცს რა. ვერ გავიგე, ამ საქართველოსა ხალხო, დარჩა მარტო ს. ართველოსა წავიდა. ადრე იმ საქართველოში ქოდა. ფანარი ვიყიდე, სათლები ვიყიდე. განიც ხალხო სულჭყვაზე თუ ხართ. რატომ მივიდივარ ევროპაში? ამიტომ. ჩემი ბიუჯეტი მიდის სანთლებში. მე თუ მაღალო. განიც ხალხო. გაზის გუმოდ ავდგიმებარა. საბურთალოს როგორ აკადრეთ? საბურთალოს? ყოჩა. პრავასო რატო არ იღებში? დღეს ბაგანაზე დავსვის ერთი საათი ვეძებე ტორმუსი, ვაიმე. ორ გადავში ცოცხლები არ ვიცი. ადრე ცოცხალი ვარ. ჟიპი საბურთალოში ვერ დავლაპარაკობ. ჰაი. დილამშვიდობისა, მოვიდა თქვენი მზის ხივი, როგორ ხართ, რა შვრებით, ხო ხართ კარგად? მე კარგად ვარ, ანუ სახლში ვარ და უკვე კარგად ვარ, ანუ ჩემ ტერიტორიაზე და ზონაზე ვარ. მეორე დღეა მოკლედ სამსახურში ვერ გამოვცხადდი იმის გამო, რომ აზრი არ ქონდა წასვლა საბურთალოს არ აქვს ბუნებრივი აირი, რატომღაც არ ვიცი, გადაწყვიტეს რომ რაღაც გასკდა თუ რაღაც არ ვიცი და არა მხოლოდ საბურთალო ხალხო ვიცი იმ ტერიტორიაზე ცხოვრობთ არ ვიცი რა შვებით, ალბათ დენის ეგრეთ წოდებული პლიტებით თბებით, იმიტომ რომ დღეს ვაკეს ძალიან დიდ ნაწილს არ ქონდა თუ სრულად არ ვიცი, საბურთალოს ხისედაც არ აქვს, აღდგაო ყველაფერიო მესიჯები მიუვიდა ხალხს, მაგრამ ნუ რას უკაცრავად არ ჩართვი არავის არაფერი და ნუ მოკლედ აი არ ვიცი. თანამშრომელს ველაპარაკებ, მიწკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს და ჩვეულებრივი ის ქოდა რა ქვია, ყინულის ლულები, ასე თქვა, ჯამოკიდებული ისეთ სივა ჩვენთანო. ნუ ხო ვინც გაზით თბება, მე რას ვკავარ? ხო და ის არის რა ქვია, დილით ავდექი გოგოებო, გადავიდგლარძე და გამოვიყვანწე და ხმე ჯერ ისეს ლამაზი ვარ. ხო ხდებით ახლა, ნუ გაბალაპარაკებ. ნაბი დედა ვერ დავაყენე შტატივში, რო არ იცი, ხო დაანებე რა. ხო და მარიკოს ხმა კი გესმით აქ რაღაცას რო ბუჟიალობს. ეს არის რა ქვია, საქმე იმაშია, რომ გადავწყვიტე რომ მარიკოც აღარ წამეყვანა. ანუ ჩავიცვი, ავდექი მოვემზადე, სახე დავიტენი, ანუ ჩავიცვი ჩვეულებრივად მოვემზადე, როგორც კი გადიხარ. სახლიდან ჩემი ქურთუკით ვიჯექი და ველოდებოდი პასუხს, მოვიდა თუ არა და რა მექნა წავსულიყავი თუ არა თუ წავიდოდი და გზაში დამეწეო და მოვიდოდა თუ არა თუ, ანუ ვერ გავიგე რა უნდა მექნა რა, იმიტომ რომ ინფორმაცია იყო რომ ჩართულია, მივიდა ხალხი, თანამშრომლები მივიდნენ, ანუ ხო ხვდებით. ხო და ესეთი ამბები, ნუ მთლიანობაში, ასე ვთქვათ, გამოვიდა ისე, რომ არანაირი ბუნებრივი აირი იქ არ არის. ახლა მოვიდა თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ როგორც ვიცი, ღამის 11-მდე არ მოვაო. ხო და. აუ, შანსი არა არის. ჯერ გამარჯობა უთხარი დედიკოს. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორ ხართ? ჩემო გულის კუნწულო. წესი დღეს ბაღში უნდა იყო და დედამ თავის გულში დაგტოვადე. კარგი. ბებო წამიყვანს და ძე მამა იკითხავს. მამა, დედას გულო. ნელა დე მანდ გიდევს. მერე გამიკეთე დედი, ჯერ ცოტას ვისაუბრებ, ხო? ხო და ესეთი ამბები. მოკლედ. აქტიურ რეჟიმზე ვარ გადასული ბინების ძებნასთან დაკავშირებით.
რა თქმა უნდა ძალიან დაბალ ფასში და ერთი ოთახი თუ იქნება რაღაცა იგივე მინდა მოკლედ და ძალიან აქტიურად ვარ ჩართული ამ ყიდვა-გაყიდვების მე მგონი ყველა ჯგუფს დავემატე რაც არსებობს საქართველოში აი ყველაფერს დავემატე გუშინ იყო 27,000 რაღაცა ერთ ოთახიანი და ნუ დავიგვიანე სამწუხაროდ დამიგვიანდა მოკლედ მაგ პოსტის ნახვა და მიწერა უკვე გაყიდული იყო და თან ძალიან კარგად დაუკლია მე პატრონეს იმიტომ რომ აი ძალიან მეჩქარებოდაო და სამწუხაროდ როგორც სიტყვა ხომ გაიმაზა ეგ ამბავი 33-იანები 34-იანები ვნახე ანუ საიტზე ზოგი საიტზე არ დევს უმრავლესობა საიტზე არ დევს მაგრამ მე ვინც ვნახე მე მაკლერები არიან მოკლედ და მე მწერდნენ რომ კიდე არის სხვა ბინა აქ იქ რაღაცები ხო და ნუ მოკლედ არ ვიცი აი მე დედიკორდი რამდენიმე იყო სარდაფი რომელიც აი სახლად გადაკეთდა აი 0 სართულს რო ეძახიან მოკლედ ბევრად დავალ ფასში რა თქმა უნდა თუმცა სარდაფი ნამდვილად არ მინდა ანუ მთელი 15 სართული კორპუსი რო თავზე ვადგას სადღაც მიწის ქვეშ რო არ მინდა არა საუბრობ ნახე და მე საუბრობდე კარგი მოდი ერთი შენი ლამაზი ტუჩებით მაკვეცელოყაზე მოდი აი მე დავტკბი კაი მომხსენი ხო და გამიკეთე დამღალა არ დამაცდის ბოდიშა გავიჩეჩები მაგრამ გეტო ხო და ანუ სარდაფი იყო აი თან როგორი სარდაფი იცით აი გარედან რო უნდა მოუვარო და სადღაც გაურკვეველ ადგილას ჩადიხარ ეგეთი რა და მანდო სალონს თუ გახსნითო არ მინდა დავარცხნილი მაგდე უბრალოდ გამიკეთე ვერავდგები წადი და მოიტანე კაცო იქით არის ვერ აიღებ ხო და მათ სალონი რა გაიხსნება ხალხო ვინ მივამად რაღაცა გაურკვეველი ადგილია და მოკლედ ეხა ფასი დაბალი კი ბატონო მინდა მაგრამ ეხა სადღაც რა უნდა გავაქირაო გაქცევთ მან ანუ ვის უნდა მიაქირაო ეხა ეგ ადგილი შეიძლება საწყობად გამოიყენოს ვინმე ანუ აი ხო ხვდებით საწყობის მხრივ ეგ ადგილი ოკეი კარგია მაგრამ ისე სხვა პონჩი ანუ მაგ ადგილს ვერ გამოიყენებ რა ეხა სალონი გახსნა რა ვიცი ხმად ვინ უნდა ჩავიდეს და საცხოვრებლად კიდე მე რო ვიყო მომხმარებელი და რა რაღაცა აი მანდ არ ვიქირავებ არც ხილ ბოსტონისთვის და ანუ ხო ხვდებით რა ხო და ნუ ეხა მაღლა და მაღლა რა ფასებია და რა ბინები ეხა ჩემზე კარგად თქვენ იცით მაგრამ ანუ ამ შემთხვევაში ცოტა სხვა ბიუჯეტებს ვეძებთ ესე ვთქვათ იმიტომ რომ გუშინ ამბობდა კობა რომ მაგალითად 25,000-ს დაუშვათ გეუბნებით რა ისე გეუბნებით 25,000-იანი შეიძლება რავი 15 დააფინანსოს მარტო ბანკმაო ესე ვთქვათ რა ჩადებით ხო და მოკლედ არ ვიცი რა ვეძებთ ნახალუკაში გაყიდულა უკვე ვაიმეო ამას ცნეთ გავყიდეთ ძალიან იაფათო მაკლერმა მითხრა ხო და სხვათა შორის მამა მითხრა სწორი გვანცაო მოდიო მაკლერი აიყვანეთო ნუ ხა ხო იცით როგორ არის რომ იპოვის და თუ იყიდე მე უხდი ანუ მე იმ ბინით იმაშვები რა რომ ჩავდებ მე გადაუხდი როგორც ხდება მაკლერი აიყვანეო და ისე იმას ქენიო რა ქვია მოძებნეთო იმიტომ ხა მაკლერი რა თქმა უნდა ბევრად სხვანაირად ეძებს ვიდრე შენ მაგალითად შეიძლება იყოს სხვადასხვა ადგილებში არ არის პრობლემა კაცო სხვადასხვა ტერიტორიებზე თავარი ჩემთვის არის რომ იყოს ისეთი ტერიტორია და არ იყოს სადღაც რაღაც აფრიკის იქით სადღაც არ ხა მემადედ არ მინდა მაგალითად არც გაქირავების გამო არ მინდა და არც ანუ ხო ხვდებით აი ძალიან აი კიდე როგორი ადგილები არ მინდა იცით ნუ აფრიკის ტერიტორია არ მინდა
რაღაცა ლილოსიქით რაღაცა დასახლება არის კიდე ერთხელ ვარ ნამყოფი კორპუსები კი დგას ну პრინციპი მისი იქით რა ლილოა რა ეგეც ანუ არ მინდა ანუ ხო ხვდებით რა ეგეთი ადგილები არ მინდა ხა უნდა გავაქირაო კი ბატონო მაგრამ ხა მან ირბინო ის არ მინდა რაღაცა სარაჯიშვილზეა ბინა ხო და არ ვიცი მოკლედ და ვნახოთ რა მაგრამ შეიძლება არ ვნახოთ აი არ ვიცი ჯერ ძალიან ბევრი ბინები დაგროვდა ასე რომ ვთქვათ და ვნახოთ ნახოთ მინდა რომ მქონდეს გაქირავდეს რაღაცა ნაწილსაც თვითონ დაფარავს ახლა ეგ ბინა ხო შეიძლება მთლიანი ნაწილი თვითონ დაფაროს და თუნდაც ნაწილი მე ვფარო მაგრამ ანუ ხო ხვდებით მთლიანად მაგის თავი მე არ მაქვს რომ მე მარტო მე ვფარო ვთქვათ რა იქ ცხოვრება არ არის საჭიროში ნელა მეტკინდა თავი კაცო სად შემიძლია შვილო ისე მიკაკუნებო ყველა ნერვი გამიწყდა თავზე ხო და ისა თან ამიწია დედა იმას გვავა რა ქვია უფობს რა უფობს ხო და რას ვამბობდი ხო არ ვიცი შემეში შვილო ერთი წუთი შემევილაპარაკო ხო კარგი რა უნდა გაგამბრიონი მოკლედ მინდა რომ ბინა ვიყიდო ერთი სიტყვით ბანკით გავაქირაო თავისი ის თვითონ გადაიხადოს და მეც ანუ ბინა კაპიტალი მოდი დავარქვათ ეს კონდეს არ არის გამორიცხული რომ მაგით ბიზნესით გააჩაღო ადამიანმა და სხვათა შორის მე ვიცნობ ერთ ქალბატონს რომელიც აი ასე როგორც მე ვიყიდე ბინა გავარემონტი და გავაქირავე აი ესე რა დაფარავს თავის თავს მე ცოტა შეავლებს ხელს და ბევრად კარგ ფასში ყიდის მე სხვაგან იყიდის და ამის ბიზნესი აქვს რა ну ეხლა ზუსტად ეხლა ეგეთი ბიზნესი მინდა თუ არ მინდა მაგაზე არ ელაპარაკი მაგრამ ზუსტად ვიცი რომ გაქირავება მინდა და მე რა თქმა უნდა ხა ერთ ოთახში არა მე მინდა რომ გავყიდო რაღაცა გამოჩნდება უფრო კარგი ხო და მე შევიძინო და გადავსახლდეთ ასე რომ ვთქვა და აში მარც გადავსახლდეთ მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ეგ ამბავი მინდა რა გოგო უჩქარა ნუ რა ვარაკობ ხოლმე რატო დე ვერ გაიგებენ არა დაბლირაპარაკე ეგრე ნუ რა პარაკობ სწრაფად ვსაუბრობ შაროს აიდან მოეთრელიო მოდი ხარც აღარ არის უკვე ხო და მოკლედ ასე აი მაკლერები რა ცოდები არის ახლა ხო დღეში პასუხობენ 100,000 კაცს 100,000-დან შეიძლება ერთმა არ იყიდოს მე მირბიან მორბიან არავის დიდად ბანკი არ უნდა ანუ ბანკთან ესე რომ უი ბანკში უნდა ჩადო ამბავია იმიტომ რომ მანდაგი გექნება დაფინანსება ან არადამეზარებად სიარული მართალი ხარ დედა ძალიან სწრაფად ვსაუბრობ ხო და მოკლედ რა ვეძებთ ბინას ჩვენთვის რასაც გაიგებთ რაც უფრო დაბალ ფასს წაიკითხავთ მომწერეთ ქალაქგარეთ არ გვინდა არც სხვა მე რეგიონში არ გვინდა არც ადმე სოფელში ვეძებთ თბილისში და რომ ეგონა რომ უი ეგეთ ფასში რა სიშოვი და სად არის თურმე ყოფილაგერ უბრალოდ მე ვერ ხედავდი ეთყობა ვიცი ну მაკლერებთან უნდა თუ გქონდეთ კონტაქტი ხო და ნახოთ რა იქნება როგორ იქნება ყოველ შემთხვევაში რა თქმა უნდა ერთ ოთახზეა საუბარი მეც ხო არ არის ძალიან დაბალ ფასში ვინწყიდის არის ერთი ოთახი თავი ბოლო აი 30-25 კვადრატი 27 კვადრატი აი ხო ხვდებით აი რაღაცა ეგრე რა 30 კვადრატი 35 მაქსიმუმ აი ესე დაახლოებით ზოგი უფრო მეტია მაგრამ ნუ გააჩნია ეხა რემონტს და იმას ხა და მანდ ხა შე რო 27-დან გადავს და 30,000-ად ხა მანდ რემონტზე და რაღაცა როკოკოებზე ლაპარაკი მარც უნდა იყოს ამ არც მინდა მოიცადე დიკორ ტელეფონი უნდა ავიღო